მილა კუნისი საწყალ ეშტონ გაჩერს საკურთხევლისაკენ სულ ძალით მიათრევს. მსახიობს ჯერ პირველი ცოლისგან ვერ დაუხსნია თავი, რომ უკვე მეორედ უპირებენ ოჯახურ უღელში თავის გაყოფინებას. აი მილას კი უკვე დიდი გეგმები აქვს და ინტერვიუებში ბავშვებზეც კი თავისუფლად ლაპარაკობს. 29 წლის მსახიობი პოპულარობის ზენიტშია, თუმცა მზადაა შვილების გამო კარიერაზე უარი თქოს და ჩვეულებრივი დიასახლისის როლში მოევლინოს საყვარელ მამაკაცს. ამ თემაზე მილამ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა. მინდა ნამდვილი დედა ვიყო. როდესაც მშობლები მზრდიდნენ, ისინი ჩვეულებრივი გრაფიკით მუშაობდნენ. შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ და ჩვენთან რჩებოდნენ. მსახიობის კარიერა კი სრულიად განსხვავებულია. ორ თვეზე მეტ ხანს ერთ ადგილას არ ვჩერდებით გადაღებების გამო. ამ სამუშაოსა და დედობის შეთავსება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გამოსდით. ამბობს ინტერვიუში მილა და თაყვანისმცემლებს აფრთხილებს, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება კინოში აქტიურად მოღვაწეობას შეეშვას და ბავშვების გაჩენა გაზრდას მიიღოს ხელი. არადა ეშტონ კაჩერი ამჟამად ჯერ კიდევ ყოფილ ცოლთან არჩევს საქმეებს. განქორწინების პროცესი საბოლოოდ გაზაფხულზე დასრულდება. წყვილს კი სურს, რომ აპრილში იქორწინოს. ეშტონმა საყვარელი ქალი უკვე წარუდგინა მშობლებს. ერთობლივ სადილზე მათ თურმე უახლოეს ნათესავებს აცნობეს, რომ დაქორწინებას აპირებენ. და ამ საქმეს თავს მაშინვე მოაბამენ, როგორც კი დემი მური და ეშტონ კაჩერი უკვე ოფიციალურად გახდებიან ყოფილი მეუღლეები. მილა კუნისი სულ რაღაც 29 წლის გახლავთ. ის ამჟამად პოპულარობის ზენიტში იმყოფება. ქალი მუდმივად ხდება ყველაზე სექსუალური ქალბატონების სიის სათავეში. აქვს მილიონობით შემოსავალი და პროდიუსერები და რეჟისორები მასზე ნადირობენ. მილას ფილმში მონაწილეობა ხომ ნამუშევარს დიდ წარმატებას უქადის. ბოლო პერიოდში კუნისი სარეკლამო რგოლებშიც იღებს მონაწილეობას. ქალი ერთ-ერთი საიუველირო კომპანიის სახეც გახდა. მოკლედ Friends with Benefits-ის ვარსკვლავს შრომ მოუფასდება, თუმცა მისი ოცნება ოსკარი აშკარად არ არის და სახლს და სიმღუდროვეს ითხოვს. ასე რომ არ გაგიკვირდეთ თუ კი ერთ დღეს ყურს მოჰკრავთ, რომ კუნისი კინემატოგრაფიას საბოლოოდ დაემშვიდობა და ხელში ტაფა მომარჯვებულმა დიასახლისობა დაიწყო. პრინცი ჰარის ცხოვრებაში ჯარის ეტაპმა ჩაიარა და სამეფო ოჯახის ახალგაზრდა წევრმა გადაწყვიტა, რომ პირად ურთიერთობებს მიხედოს. რამდენიმე დღის წინ წითური ყმაწვილი შვეიცარიის ერთ-ერთ კურორტზე ქერა გოგონასთან ერთად გამოიჭირეს. ზემოხსენებული ბლონდი კი მისი ყოფილი შეყვარებული 24 წლის მოდელი კრესიდა ბონასი გახლდათ. კრესიდამ ჰარისთან ურთიერთობა მას მერე გაწყვიტა, რაც პრინცი ლას-ვეგასურ სკანდალში გაეხვა. თუ კი არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ პაპარაცებმა წითური პრინცი ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გადაიღეს. ის რამდენიმე შიშველ გოგონასთან ერთად სხვათა შორის თავადაც შიშველი ბილიარდს თამაშობდა. ფოტოების ნახვის შემდეგ ბონასმა შეყვარებული მიატოვა. როგორც ჩანს, გოგონას უკვე წყენამ გაუარა. შვეიცარიული კურორტის სტუმრები ყვებიან, რომ წყვილი ერთმანეთს კოცნიდა და ერთად სრიალებდათ ხილამურებით. ჰარი და კრესი და შვეიცარიაში სპეციალურად პრინცი ენდრიუს 53 წლის იუბილის აღსანიშნავად ეწვივნენ. წვეულებაზე რა თქმა უნდა ბონასმაც გამოიბრწყინა. გოგონა ისე იქცეოდა, თითქოს სამეფო ოჯახს დაბადების წუთიდან იცნობსო, ამბობენ თვითმხილველები. სულ ცოტა ხნის წინ პრინცი ჰარი გამუდმებით წუწუნებდა ჯარში მსახურება ჩემ პირად ცხოვრებას დიდ დარტყმას აყენებს და ვერც ერთი ურთიერთობის შენარჩუნებას ვერ ვახერხებო. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასიზო ჯერ ჩელსი დეივს დაშორდა. შემდეგ რომანი მოდელ ფლორენს ბრუდენელ ბრიუსთან გააბა, მაგრამ არც ამ შემთხვევაში გამოუვიდა არაფერი. შემდეგ კრესიდა გამოჩნდა, თუმცა მათმა ურთიერთობამაც ერთობ მძიმე ეტაპები განვლო. სხვათა შორის უკვე წლებია ტაბლოიდები იმაზეც კი ჩურჩულებენ, ჰარის გარშემოხვეული ქალბატონები მხოლოდ შესანიღბას სჭირდება და რეალურად მისი ორიენტაცია ჰეტეროსექსუალური სულაც არ გახლავთო. იმაზეც კი საუბრობდნენ, პრინცი ბოლო პერიოდია ჯარში თავს ძალიანაც კომფორტულად გრძნობს, რადგან გარს სიმპათიური მამაკაცები ახვევიან, თუმცა ჰარის პირდაპირ ორიენტაციაზე კითხვა ვერავინ დაუსვა. არც არის გასაკვირი, სადაც კეიტ მიდლტონის სურათების გავრცელების გამო ფრანგული გამოცემის რედაქტორს სიკვდილით ემუქრებიან, კითხვის ავტორს ალბათ პირდაპირ ინტერვიუს დროს ჩამოახჩობდნენ. ლედი გაგამ თაყვანისმცემლებს იმედი რამდენიმე დღის წინ გაუცვლა, როცა დაგეგმილი კონცერტები გადადო. მიზეზების შესახებ 26 წლის ვარსკვლავის საკუთარი მიკრობლოგის საშუალებით ალაპარაკდა და განაცხადა, რომ ყველაფერი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ბრალია. სტეფანის ცხოვრებაში მძიმე პერიოდმა დაისადგურა. ყოველდღიურად ცდილობ, რომ სცენაზე გამოსვლა და სიმღერა ისევ შევძლო, ამბობდა დეპრესიამდე მისული შემსრულებელი. გაგას მუხლის ქრონიკული ტკივილი აწუხებდა, ყველაფერი კი სიმღერის დროს მიღებული ტრავმის ბრალი გახლდათ. მან უხერხული მოძრაობა გააკეთა, თავდაპირველად ყრუტკივილს ყურადღება არ მიაქცია. ბოლოს კი საქმე იქამდე მივიდა, რომ არათუ ცეკვა, არამედ სიარულიც აღარ შეეძლო.
კარგახანს არაფერს ვამბობდი, არ მინდოდა ჩემი პატარა მონსტრებისათვის იმედი გამეცრუებინა. თუმცა ბოლოს ეს ყველაფერი აუტანელი გახდა, ყვება მომღერალი. მან რამდენიმე დღის წინ მუხლებზე ოპერაცია გაიგეთა. როგორც ექიმები ამბობენ, ქირურგიულმა ჩარევლამ წარმატებით ჩაიარა და ფანები სულ მალე საყვარელი შემსრულებლის სცენაზე ნახვას შეძლებენ. ამჟამად 26 წლის ვარსკვლავი ატლეტ გადაადგილდება. თავის დამხმარეს სახელით შეურჩია და ესაუბრება კიდეც. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა უკეთესობისკენ მიდის. შემსრულებელი სულ მალე შეძლებს გავლას და ამის შემდეგ სცენასაც დაუბრუნდება. კეტრინ ზეტა-ჯონსმა და მაიკლ დუგლასმა ერთად მრავალი წელი გაატარეს და 1000 უბედურებაც გადაიტანეს. ერთი შეხედვით იდეალურ ოჯახს თავს პირველი პრობლემა მას მერე დაატყდა, რაც გაირკვა, რომ მაიკლს ყელის კიბო ჰქონდა, თანაც მეოთხე სტადიაში. მოხდა სასწაული და კეტრინის, ექიმებისა და თავად დუგლასის დიდი მცდელობის შემდეგ ლეგენდარული მსახიობი განიკორნა. დიდი დაძაბულობისა და ნერვიულობის დამსახურებით მეუღლის განკურნებიდან რამდენიმე კვირაში კეტრინი სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვდა. მასზე ზრუნვა კი ფსიქიატრებს დაევალათ. ძლიერი ნერვული აშლილობისგან განკურნება კეტრინ ზეტა-ჯონსმა მალევე შეძლო. ოჯახურ პრობლემებს დაემატა მაიკლის უფროსი ვაჟი, რომელიც უკვე კარგახანია საკანშია გამოკეტილი. ბოლო დროს მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იდეალურ წყვილს შორის ყველაფერი უკან მიდის. კეტრინმა და მაიკლმა ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს და ერთმანეთს მხოლოდ მაშინ ხვდებიან, როცა გარდაუვალი აუცილებლობა არსებობს. ტაბლოიდებში ატეხილი ხმაურის ოდნავ მაინც ჩასაცხრობად ცოტა ხნის წინ ფილმ გვერდითი ეფექტების პრემიერაზე წყვილი ერთად გამოჩნდა. თუმცა ამითი ხალხის მოტყუება უკვე გაცვეთილი საქმეა. ყველამ კარგად იცის, რომ ვარსკვლავური წყვილები დაშორების ფაქტს კარგახანს ასაიდუმლოებენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ჟურნალისტების ყბაში არ მოხვდნენ, მაგრამ ეს ჯერ არ არის გამოსვლია და რაღა მაინც და მაინც კეტრინსა და მაიკლს გამოუვათ. ელტონ ჯონმა და დევიდ ფერნიშმა როგორც იქნა სრულფასოვანი ბედნიერება იპოვეს. ბოლოდროინდელ ინტერვიუში წყვილი გულწრფელად საუბრობს და ამბობს, რომ უზომოდ ბედნიერები არიან. როგორც იქნა ნამდვილი ოჯახი გვაქვს, ამბობს სერ ელტონი. წყვილს მეტი შვილი შეძენა აღარ სურს. მათი უფროსი ვაჟი ზაქარი უკვე 2 წლისაა. ელაიჯა კი ქვეყანას სულ რაღაც 6 კვირის წინ მოევლინა. ჯონი უმცროსი ბავშვის შესახებ სიხარულით საუბრობს. ელაიჯა შესანიშნავი პატარაა. გუშინდილით გაგვიღიმა კიდეც. მართალია ზაქარი ცოტა ეჭვიანობს, მაგრამ ამითი უფრო ვსწავლობთ, რომ რაც შეიძლება ბევრი სიყვარული უნდა გამოვავლინოთ და ჩვენ ბავშვებს გავუზიაროთ, ამბობს ელტონი. გეი წყვილის ორივე პატარის ამ ქვეყნად მოვლინებაში ყველაზე დიდი წვლილი ერთსა და იმავე სუროგად დედას მიუძღვის. როგორც ისინი ამბობენ, ქალზე გიждდებიან და მას საკუთარ დად აღიქვამენ. თუმცა მის მესამედ დასაქმებას აღარ აპირებენ, რადგან სრულფასოვანი ოჯახისათვის ორ შვილს სრულიად საკმარისად თვლიან.